დღეს რუსეთი 9 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება. ნაციზმზე გამარჯვების დღე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განსაკუთრებულ დღესასწაულად იქცა. სამხედრო აღლუმი, კონცერტები, სპექტაკლები, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, თუმცა წლევანდელი 9 მაისი რუსეთისთვის ძალიან განსხვავებული იქნება. მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპელმა ლიდერებმა აღლუმზე დასწრება შეწყვიტეს. ამიტომ მოსკოვმა სტუმრების სიის განახლება დაიწყო. კონკრეტულად 29 ლიდერს ელოდებიან დაახლოებით დღეს მოსკოვში. და ამ ქვეყნების ჩამონათვალი და სია არის ცნობილი. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ლიდერთა ნაწილი უკვე ჩავიდა მოსკოვში გუშინ და გუშინ წინ. ისინი რამდენიმე დღით იმყოფებიან რუსეთში და ეს სია დაახლოებით ასეთია: კუბა, ვენესუელა, ბურკინა ფასო, ზიმბაბვე, ეთიოპია, აგრეთვე მონღოლეთი, ეკვატორული გვინეა, ლაოსი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნების, რომელთა ლიდერებსაც დღეს ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ელოდება. ნაწილი, როგორც უკვე აღინიშნა, ჩავიდა, თუმცა ნაწილმა აგრეთვე გააუქმა ვიზიტები, მაგალითად, ლაოსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს, ის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას. აგრეთვე თავისი დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის მამის ჰეიდარ ალიევის პატივის მისაგებად მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების მიზეზით. აზერბაიჯანის ლიდერის გარდა აგრეთვე დაპატიჟებული არის სომხეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც 2 დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპირებს მოსკოვში ჩასვლას, თუმცა ამ დრომდე უცნობი არის ჩავიდა თუ არა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არაა ცნობილი. სამგეროდ ჩავიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი, რის ნახვაც ჩვენ შეგვიძლია, ჩავიდა აგრეთვე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ჩავიდა მაგალითად მონღოლეთის პრეზიდენტი, ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე ვნახოთ როგორც ჩადის კუბის პრეზიდენტი და სხვადასხვა ლიდერები, რომლებიც ჩავიდნენ მოსკოვში. ვენესუელას პრეზიდენტიც აგრეთვე მადურო იმყოფება რუსეთში და აგრეთვე აღსანიშნავი არის, რომ დღეს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე მიიღებს კიდეც ვენესუელას სამხედრო ძალები მონაწილეობას. სხვათა შორის რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები მიიღებს ამ აღლუმზე მონაწილეობას, რომელზეც ვისაუბრებთ. ჩავიდა აგრეთვე როგორც აღინიშნა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელსაც მანამდე მოუწია ბაქოში დაშვება იმის გამო, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციის შემდეგ მოსკოვის საჰაერო იყო დროებით ჩაკეტილი. აგრეთვე დღეს სტუმარი არის ეგვიპტის პრეზიდენტიც, რომელიც იმყოფება მოსკოვში რამდენიმე დღიანი ვიზიტით, აგრეთვე ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა ჩავიდა მოსკოვში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მთავარი სტუმარი ამ ღონისძიების არის სწორედ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ აღლუმზე დასწრება არაა მისი ერთადერთი მიზანი და გუშინ უკვე რუსეთის პრეზიდენტმა სი ძინპინთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, კონკრეტულად ტრადიციულად მან ჯერ დაპატიჟა ის ჩაისმის ცერემონიაზე, ხოლო ამის შემდეგ უკვე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი ხელშეკრულება, მაგალითად მედიასთან პრესკონფერენციისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთთან მოაწერა ხელი რუსეთში მეტი ინვესტიციის განხორციელებას, ეკონომიკურ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, აგრეთვე სავაჭრო მიმართულებითაც. თავის მხრივ სი ძინპინმაც ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო გარემოზე, რომელიც დღეს არსებობს. მან აღნიშნა, რომ ჩინეთს და რუსეთს აქვთ მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და ისინი ამ როლს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. აქ აგრეთვე მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღის წესრიგი. ანუ რა შეიძლება რომ მოხდეს დღეს 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე. აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა ლიდერების უსაფრთხოებას და ამის შესახებ გააფრთხილა ეს ლიდერები, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით სწორედ აი უსაფრთხოების მიზეზით რუსეთმა გააუქმა ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ სევასტოპოლში დაგეგმილი კონცერტები და სპექტაკლები, სწორედ იმიტომ რომ აი ამ უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, ბევრი რამ არ არის ცნობილი, რა იგეგმება დღეს, სწორედ აი ამ მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა ადგილობრივ მედიაში მაინც ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი, რისთვისაც იყენებს ხშირად ვლადიმერ პუტინი, ეს არის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრაცია მსოფლიოსთვის. 9 მაისს სამხედრო აღლუმი ტრადიციულად ტარდება, წელსაც ეს სამხედრო აღლუმი შედგება და მასში 13
11 ქვეყნის შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას გარდა რუსეთისა, აქ იქნება აგრეთვე წარმოდგენილი აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ლაოსის, აგრეთვე საუბარი იყო, რომ მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებენ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებიც, თუმცა გარდა აღლუმისა, აქ აგრეთვე შედგება სხვადასხვა კონცერტები და სპექტაკლები. და ამის შემდეგ უკვე ლიდერები, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან მოსკოვის წითელ მოედანზე და დაესწრებიან პირადად წარსულში ტრადიციულად ესწრებოდნენ ხოლმე ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად 2003 წელს იყო ჩასული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, შემდეგ უკვე ანგელა მერკელიც იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი ჩასული, თუმცა წელს უკვე ისინი უარს ამბობენ, მხოლოდ ორი გამონაკლისი იყო ამ შემთხვევაში ევროპელი ლიდერებისგან. ერთი ეს იყო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მეორე ეს არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. თუმცა რობერტ ფიცოს ამ შემთხვევაში გარკვეული დაბრკოლებები ექნება რუსეთში ჩასვლის საკითხზე. ის ვერ ახერხებს ჯერჯერობით მოსკოვში ჩაფრენას. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან ვერ იპოვა მარშრუტი, როგორ შეუძლია რომ ჩაფრინდეს მოსკოვში. კერძოდ ბალტიისპირეთმა საკუთარი ჩაკეტა და ამიტომ რობერტ ფიცო ამ დრომდე ეძებს ალტერნატიულ გზებს. უცნობია ჯერჯერობით საერთოდ მოახერხებს თუ არა რობერტ ფიცო მოსკოვში ჩაფრენას.